დავბრუნდით, მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში გადავრუნდი და დღევანდელი ვიდეოს მთავარი კი არა და ერთადერთი თემა არის, რომ გავაკეთებთ tier lists დაახლოებით 70 სერიალი გავიხსენი, რომელიც ნანახი მაქვს და ამ 70 სერიალს სხვადასხვა კატეგორიაში გავიყვანთ. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ბევრს უნდა დაწყება რაღაც სერიალის, ეძებს და აი რა ტიპის სერიალი უნდა გააზრებული აქვს და რომელი ერგება ამ ტიპს, მერე ეგ უკვე რთული მოსაძებნი არის ხოლმე. შესაბამისად, აქ სპოილერების გარეშე, ხას უსვავს, სპოილერების გარეშე იქნება რაღაც მინი რევიუ თითოეული სერიალის, რომელიც კონკრეტულ კატეგორიებში ჩავარდება. თქვენ გექნებათ საშუალება, რომ ამ რევიუდან გამომდინარე ჩართოთ თუ არა ეს კონკრეტული სერიალი. ჯერჯერობით მიკროფონი ვერ განვაახლეთ სამწუხაროდ. მოკლედ გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, ძალიან დიდი თხოვნა იქნება გულიდან წამოსული. და ნელ-ნელა დავიწყოთ. ხო, პოდკასტის სტილში იქნება ეს ვიდეო ჩაწერილი თითქმის ნული ქათით. აი, გადავიდეთ საქმეზე პირდაპირ, იმიტომ რომ დიდ დროს წაიღებს ეს tier list-ი. ხო, ესე იგი, პირველი სიაში მოჩანს For All Mankind. ეგრე ქვია სერიალს. ეს არის სხვათაშორის ძალიან უცნობი სერიალი, იშვიათი ვინმე თუ მინახავს, ვისაც ეს ნანახი აქვს, არა და ongoing არის, ბოლომდე ჯერ დახურული არ არის პროექტი. ველოდებით ახალ სეზონს, რომელიც შეიძლება ბოლო იყოს, შეიძლება არ იყოს ბოლო, აი კიდე გაგრძელების საშუალება არის. ეს არის საბჭოთა კავშირის და ამერიკის space race, იგივე კოსმოსის ათვისებისთვის რბოლაზე, რომელიც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალით განსხვავდება რეალობისგან. აი ცივი ომის დროს ჩათვალეთ, რომ სანამ ამერიკა დასვავს თვარეზე ადამიანს, დაასწრებს იმ 60-იან წლებში დაასწრებს აი ამ დასმას საბჭოთა კავშირი და ეს ცვლის მერე უკვე მთლიანად ცვლის timelines და რას იმ ივენთის მერე რაც მივიღეთ, ეგ ყველაფერი გადაიხაზება. ამერიკელები ვერ აიტანენ, რომ პირველი კოსმოსში გაშვებული კაცის მერე მთვარეზეც პირველი საბჭოთა კავშირმა დასვა ადამიანი და სხვათა შორის ხო და ეს იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი იყო ეს space race-ი მაშინ და ხო რახან მოიგო ამერიკამ რეალურ დროში, მაგით მორჩა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ბევრი გასაგანი აღარ ქონია. თუმცა აქ აი რომ ვერ მოეგო და რომ წაეგო space race-ი, როგორ გაგრძელდებოდა მოვლენები, მაგაზე არის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში სერიალებში ერთ-ერთი საუკეთესო არის. ძალიან შემთხვევი სიუჟეტითაც, ვისაც ეს ცივი ომის თემატიკაზე გადაღებული ფილმები და სერიალები მოგწონთ. აი იმისთვის და პლუს ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი, ვისაც მოწონს, აი იმათთვის ძალიან განსაკუთრებულად იდეალური სერიალი არის. ხო, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის შედევრია, მაგრამ ხო, აქ კატეგორიები არის God tier, ღვთაებრივი საფეხური რაც არის, რაღაც თითო ოროლა მოხდება მაგ კატეგორიაში. Masterpiece არის შედევრი, საით ცოტა რომ დააკლდა, რომ აი ღმერთების კატეგორიაში გასულიყო შედევრი და საშუალო არის დიდებული great კატეგორია. Enjoyable trash არის, როცა იცი რომ trash-ია ხარისხობრივად, სცენარით, ასე შემდეგ, თუმცა აი მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რის მერეც შეგიძლია რომ არ მოისროლო ნაგავში ნერვების მოშლისგან, აი თათ ეგეთი trash-ი არ არის. ხანდახან ეგ მომენტი დგება, რომ აი თვალს ხუჭავ ხარისხის პრობლემებს. მით უმეტეს თუ შემთხვევი სიუჟეტი აქვს. ხო და
მაგრამ ტრეში არ არის არც ერთ შემთხვევაში For All Mankind-ი masterpiece-იც იფიქრებდა კაცი, ის recency bias-ი როცა მქონდა ახალი ნანახი რომ მქონდა და ახალ სეზონს რომ ვნახავ, შეიძლება უფრო ახლოს მივიტანო masterpiece-თან. მაგრამ ამ ეტაპზე აი გაცივებული გონებით დიდებულის კატეგორიაში გავუშვებ თამამად. La Casa de Papel ყველა ცხოვრებაში იდგა მომენტი, როცა ხო, მე რაღაც Netflix-მა რო შეისყიდა Money Heist დაერქვა, მაგრამ ეს OG La Casa de Papel-ის მაყურებლები ვინც ვართ, იმათ გვახსოვს, რომ ეგრე მიმართავდით რა, არა ქაღალდის სახლი, არა ის, არა ეს, ხო, ანუ იდეაში ქაღალდის სახლია ესპანურად La Casa de Papel. მერე დაერქვა Money Heist-ი და ეხლა ამერიკულ ბაზარზე გასვლა ნიშნავს, რომ სხვა ბრენდი აბსოლუტურად იცვლება და სხვა სახელით ვიცნობთ, მაგრამ მე გაფუჭდა კიდეც ან პირველი სეზონი გაცილებით უფრო აი აქეთ შეიძლება და წამოსულიყო, ვიდრე მე overall ბევრი გადაღებული სეზონებით, რომელმაც საბოლოოდ ხარისხი დააგდო. მაგრამ პირველი სეზონიც აიქ enjoyable trash-ში იწევს, თლად creates-ე ცოტა გეხამუშება დიდებულში რომ გაიყვანო, მაგრამ აი სადღაც საზღვარზეა. და რახან პირველი სეზონით არ მორჩენილა სერიალი და გაგრძელდა და გაფუჭდა, მაქედან გამომდინარე თამამად enjoyable trash-ში. ვახ, ხო, Prison Break-ი საკულტო ბავშვობის სერიალი. მაგის გამო ათასობით ქაღალდის გედი მაქვს აკეთებული. ვიცი რომ ორიგამის გედი ქვია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ქაღალდისგან ვაკეთებდი. ხო და Prison Break-საც შეეხება ყველაზე კომფორტული საყურებელი სერიალი არის, რომელიც მე თვითონ 1-4 ჯერ მექნება ნანახი და ზოგადად ეგრე არ ხდება ხოლმე რამდენჯერ ვნახო სერიალი, ეგ მარტო ნოსტალგია როცა ერევა comfort shows მაშინ ხდება. სულ რაღაც 3 სერიალი მაქვს დარივოჩებული, მეორე და მაინც ნანახი თუ 4 რაღაც ეგრე, ხო და ყველაზე მეჯერ ალბათ Prison Break-ი, იმიტომ რომ ბავშვობას გახსენებს, თვითონ ესეთი ბუნება აქვს ამ სერიალს, რომ ძალიან კომფორტული საყურებელი არის. შესაბამისად, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო სერიალებში აი ნუმერაციით რო გავყვე, ალბათ 20-ეულის თავზე იტრიალებს ხარისხიდან გამომდინარე, თვითონ ხარისხი, სცენარი და ასე შემდეგ. და ფიქრობ, რომ ეგ საკმარისი არის, რომ Great-ში გავიყვანო და ეს ადრეული ეტაპის სერიალია, როცა სერიალების ოქროს ხანა იწყებოდა, ეგ სოპრანომ დაუდო სათავე. თვათ სოპრანომაც არ დაუდო სათავე, სოპრანო იყო გარღვევა. თორე აქ არის ერთი ოზი სერიალი, რომელიც არავის ფიზიკურად არავის აქვს ნანახი. 97-მეჩია გამოშვებული მგონი. პირველი სეზონი, რომელიც იყო ყველაზე ძველი ტოპ პროდუქტი, რაც მინახავს და რაც რაღაც დონეზე მეინსტრიმული იყო, HBO-ს სერიალია ესეც. მაგრამ ხო ეს Milestone-ი მაინც სოპრანოები იყო. რაღაც კორეული სერიალი გობლინი, ეგრევე მარტივად enjoyable trash-ში, როცა თინეიჯერი ხარ, გება მომენტი, რომ შეგიძლია, რომ ეს კორეული დორამები რამდენიმე კარგი ჩართო. დორამა ქვია დრამა დღემდე არ ვიცი. და აი საყვარელი სერიალია. თუმცა ძალიან ბევრი trash-ის კომპონენტები ძალიან present არის სერიალში. აქედან გამომდინარე ამაზეზებით, ანუ ფიზიკურად შევძლებთ და თლად აი ეს ბოლო კატეგორია არის, რომელსაც ანუ 1-30 წამი ტრეილერიც რო არ უნდა ნახო ეგეთი სერიალებიც მინახავს 1-2, იმიტომ რომ ადრე რასაც ჩავრთავდი ესეთი წესი მქონდა, რომ ანუ გამორთვა არ შემეძლო. ეხლა
даже enjoyable trash-საც ვეღარ უყურებ ხოლმე. Squid Game-ი მარტივად ეს ქაღალდის სახლის ანალოგი არის არა სიუჟეტურად, არამედ ხარისხით. და enjoyable trash ძალიან მარტივად რაც შეეხება, ხო, Squid Game იდეაში ყველას გექნებათ ნანახი და აღარ აუხსნი. ეს გობლინი იყო რაღაც სასიყვარულო ისტორიაზე არის, ცოტა კი არა ძალიან ფანტასტიკა. ორიგინალები DVD თუ გიყვარდა, ორიგინალებით იკლავდი მე ჭყალებში ლომკას, საბოლოო ჯამში ორიგინალები გამოდგა უფრო რაღაც slight advantage ქონდა ხარისხში DVD-სთან შედარებით, უბრალოდ DVD ყველას გვიყვარდა კონკრეტული ქერიქტერების გამო. DVD არის ვამპირის დღიურები თუ ვინმე მარიცით. დროს ვერ გაუძლო ორიგინალებმა იმდენად როგორც DVD-მ. როდესაც ვიყავით 13-12 წლისები, აი შეიძლება Great-ის თაცეც გაჩადა enjoyable trash როგორც მინიმუმ. მე მოდი პატივის ცემიდან გამომდინარე, რადგან ჩვენი ბავშვობა არის ორიგინალები. თუ ბავშვი ხარ, შეგიძლია რომ ჩართო 12-13 წელს თუ გაცდენილი ხარ, არა. Trash that stings. სუნიანი ნაგავი. თუ არა და მოდი დავუშვათ რომ ბავშვა რო ჩართოს enjoyable trash-ში გავიყვანოთ და даже ბავშვებისთვის great-შიც გავა რა. და უდიდესი კულტურული გავლენა აქვს, ვინაიდან დღესაც რაღაც ფუტურისტული რაღაც რო მოხდება, საკითხი რო წამოიჭრება, ტექნოლოგიასთან საქმე რო გვექნება, რამდენჯერაც ChatGPT-ის ხმა სექსუალური ქალის ხმას დაემსგავსება, Black Mirror-ს ახსენებენ ეგრევე, რომ აი მომავალში მივდივართ, რომელსაც ძალიან საშიშად გვიხატავდა Black Mirror-ი და რეალურად ეგრეც არის და ძალიან ბევრი რაღაც გამართლდება Black Mirror-ისგან. სხვადასხვა სიუჟეტი აბსოლუტურად თითოეული სერია. ერთადერთი საერთო აქვს რაღაც საუნდტრეკი, რომელიც აი ზუსტად ტრეიდმარკად დაყვებოდა სეზონების განმავლობაში. არის ისეთი შედევრალური სერიები, რომლებიც ცალკე ფილმად უნდა წარმოიდგინოდა. გენიალურია უბრალოდ და ხო, აი masterpiece-ში გავუშვებ თამამად. და God Tier-შიც რო დაფიქრდები რაღაც ცოტა ხანი, აი იმ დონის სერიალი. Dexter-ი არის გენიალური სერიალი. ხო, ამისი ახალი სეზონი არ მაქვს აქ. მაგრამ იყო ამის მერე სიკველი ერთი სეზონიანი, სადღაც ალიასკაში რო იყო Dexter-ი. მერე ახლა გამოვიდა აბსოლუტურად ახალი სერიალი. პრიკველი, რომელიც ნაგავია აი აქ. Trash That Stings-ში გადის. და მაგას გარდა აი ბოლო პროდუქტი რაც გამოვიდა, საოცარი პირველი სეზონი, თლიანად ახალი სერიის ის სიკველი დააკენსელეს. კიდევ ერთი პრიკველი ალიასკის მერე გამოვიდა, რომელმაც თამამად შემიძლია თქვა, რომ უკვე ხარისხით აბსოლუტურად გაუსწრო აი ორიგინალ პირველ სეზონებს. პირველი 6 არის მე მგონი, თუ 8. Dexter-ი არის წიგნს კითხულობ ჩათვალე. ანუ ეს ნარაციის სტილი არის იქ და პერსონაჟს ძალიან ახლოს მიყვები. განსაკუთრებული და stand-out სერიალი არის, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს ნანახი, ეხლა მით უმეტეს როცა ახალი სეზონების სეტი როცა გამოდის, ეს ბოლო სიკველი. იდეაში რაც დააკენსელეს, ეგ იყო პრიკველი. სიკველები არის ალიასკაც და ეხლა რაც გამოვიდა. ხო, Dexter-ი აი ამ ბოლო სეზონით შემიძლია უკვე თამამად გავიყვანო. მანამდეც ალბათ გავიყვანდი masterpiece-ში. ეს არის სერიუმ ყველაზე არის, რომელსაც განსაკუთრებული კოდექსი აქვს და მაგის
მაგის პერსონაჟულ მოგზაურობას მიყვები. ძალიან შემთრევი სიუჟეტი აქვს. Trinity Killer-ის არკა არის რაღაც საოცრება. ნარკოსი. Oh boy. ნარკო ბარონები იგივე Netflix-ის ერთ-ერთი იყო დრო, როცა Netflix-ი მარტო ტრეშებს უშვებდა და რაღაცა მინიმალური გამონაკლისები ქონდა ხოლმე, რომელიც იყო უმაღლესი დონის, აი რაღაც 5-ზე ჩამოთვლი დიაგეთებს. ერთ-ერთი იყო ნარკოსი. ნარკოსი არის პაბლო ესკობარზე გადაღებული ხატრული ნახევრად დოკუმენტური ფილმი. დოკუმენტური იმ მხრივ, რომ ყველაფერი ძალიან იდეალური სიზუსტით არის გაკეთებული, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა. ამ მსახიობის ვინც მთავარ როლში არის, გვარი აღარ მახსოვს, მაგრამ ტიპმა ერთი სიტყვაც არ იცოდა ესპანურად. საქებარი სიტყვები აუცილებლად გამომელევა, რო აღწერო რა დიდებულად განასახიერა და გააცოცხლა პაბლო ესკობარის პერსონაჟი. ხო, პირველი 2 სეზონი უნდა ნახოთ, სადაც პაბლო ცოცხალია. ეს სპოილერი არ არის. ვინმე თუ არ იცის, რომ პაბლო ცოცხალი აღარ არის, მაშინ ის ამოდი, მაგ ქვევრიდან ამოდი, ან რაღაც ზე გამოვიდა. და ერთ სიტყვით masterpiece. უდავოდ ულაპარაკოთ. Sex education, enjoyable trash, high school drama, relationship-ები, ემოციებზე კარგად ითამაშებს ეს სერიალი. Maybe an ის შეგიყვარდება, Ruby. წელს ზემოთ იდეაში Ruby შეგიყვარდება, წელს ქვემოთ Maybe. Okay. Guy, Midnight Mass. ხო, ეს არის შუაღამის წირვა. მინი სერიალი, რომელიც არის community-ზე, რომელიც ცხოვრობს რაღაც რამდენიმე ათეულიან კუნძულის დასახლებაზე. ეს community იცლება. ხოლო ბებრები ცხოვრობენ. ეს cozy გარემო, აი მყუდრო გარემო მე პირადად ძალიან მიყვარს. მისტიკა ჟანრში კიდე ერთი პრეფერენცია პლუსი და საბოლოო ჯამში კარგად გაკეთებული მისტიკა გამოდგა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბოლოს რაღაცების CGI იყო პრობლემური, სპეციფიკებზე მაქვს საუბარი, რომელსაც მინი სერიალს მაგის ფული არ ექნებოდა, რომ განსაკუთრებულად კარგი სპეციფიკები ქონოდა. მაგის იქით ეს სერიალი არის აი როგორი, ანუ მაგას იდეაში არც მიაქცევ ადამიანი ყურადღებას. სიუჟეტი და ყველაფერი აქვს დიდებული და უბრალოდ ან ზომაში რო არის პატარა რამდენიმე 6 სერია, მგონი 5. მაგის გამო ან masterpiece ვერ ჩატევ 5 სერიაში თუ ჩერნობილი არ ხარ. Okay. Great-ში გავუშვათ მარტივად. ეს არის Haunting of a Hill House. კლასიკური plot twist-ი, ესეც მისტიკა, კიდე უფრო ჰორორი. ესეც მინი სერიალი, რაღაცის sequel-ი ან prequel-ი არის, რაღაცის კი არა და ხო, Hill House-ის prequel-ი არის, ეს არის Bly Manor-ი. ვილა კი არა და რაღაცა დიდი სახლი რო არის. ვილა კიდე უფრო პატარაა ვიდრე ეგ სახლი. რაღაცა ეგეთი ქვია. Haunting of Bly Manor. Bly's Mansion-ის მოჩვენება. ხო, აი ეგ არის, მე მგონი sequel. Hill House-ის ან გაგრძელება ან წინარე დრო არის ეს. ხო, ეს შეიძლება enjoyable trash-ში შეიძლება კი არ ჩამოვწევ, იმიტომ რომ კი ანუ კლასიკურად რაღაცა ადვილად გათვლადი plot twist-ი აქვს, ცოტა ახლართული, რომელიც ნაკლებად თვალში უნდა ხვდებოდეს ახლართვა. The Haunting of a Hill House სადარი ეგ აშკარად უფრო მაღლა უნდა გავიყვანო Great-ში, რომელიც ჰორორ თემატიკაზე საუკეთესო სერიალია, აი ისევ აშერი. რაღაც აკლია რომ Great-ში გავიყვანო. ესეც ჰორორ სერიალი, ეს არის დაცემაზე და აღზევებაზე რაღაც კონკრეტული მილიარდერი ოჯახის და თავისი მემკვიდრეების უცებ ხდება ეგ ყველაფერი.
მინისერიალია ესეც, ჰორორ ჟანრია. ჰორორ ჟანრის მინისერიალები, ვისაც გიყვართ, აი უკვე რამდენი შეგროვდა Midnight Mass, Haunting of Bly Manor და The Fall of House of Usher. Usher-ის სახლის დაცემა. შემდეგი არის Blackbird-ი, რომელიც არის მე მგონი სერიულ ეს ძალიან ადრე მაქვს ნანახი, სერიულ ყველზე არის, რომელსაც undercover აგენტი შეუვა ციხეში, რომ გაარკვიოს სად დამარხა თავისი მოკლული გვამები, დაუმეგობდეს ის ეს. ხო, enjoyable trash-ი ალბათ. თუმცა trash-ი არ არის. აქ ზოგი ისეთი გავიყვანე, რომელიც trash-ი არ არის. და ახსნა მიწევს ხოლმე, როგორც წესი მაგ სერიალების, რომლებიც გავიყვანე და არ არის trash-ი. და ესეც ეგეთია, trash-ი არ არის, უბრალოდ great-ში ვერ გამყავს. ეგ არის უბედურება. მოვიდა GOAT კატეგორიის ერთ-ერთი წარმომადგენელი. გათიერი ულაპარაკოთ, მე მგონი ამაზე კითხვის ნიშანიც არ არსებობს, არავისთვის, ეს არის Breaking Bad-ი. ერთ რაღაცას ვიტყვი. ვინაიდან სოპრანოები იყო milestone-ი, რომელმაც სერიალების ოქროს ხანას დაუდო სათავე და აი სერიალები აგდებულად და soap opera-ად აღარ წარმოგვიდგენია. Breaking Bad-ს ჰქონდა კულტურული იმპაქტი, სოპრანოსს ეს იმპაქტი კიდე უფრო გააგრძელა და კიდე 1 წლეული დაუმატა ამ ეფექტს და კაი Breaking Bad-ზე რაღაცები უნდა ვილაპარაკო ბევრი, იმიტომ რომ ეს რაღაც რიგითი ის არ არის. Breaking Bad-ს აქვს ბოლო 2 სეზონი, რომელიც ყველაზე მეტად აგიფეთქებთ ტვინს, ვიდრე რაიმე კინოპროდუქცია უფეთქებია, იმიტომ რომ ბოლო 2 სეზონში ხდება ისეთი რაღაცები, იმხელა ამერიკულ მთებზე ხარ სკამის კიდეზე ჩამოკიდებული და არის სერიები, სადაც რამდენიმე წუთის განმავლობაში დამთავრდება, აი სიზახი და არ ჩერდები და ერთ ადგილზე ვერ ჩერდები და ეს რაღაცა ფიზიკურობაში გამოიხატება ისეთ რაღაცას გიკეთებს ეს სერიალი, ისე გაკვირვებს ტვინს გიფეთქებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იკონური მომენტები აქვს უამრავი. კინემატოგრაფია, აი picture-ის ხარისხი და ფერები და easter egg-ები და პერსონაჟები, development-ი, რაღაც განსაკუთრებული soundtrack-ები არ აქვს, მაგრამ მანდაც ძალიან სოლიდურია, ერთ სიტყვით, იდეალური. აქამდე რაც ვიხსენებია, ეგენი ერთმანეთს დაამატო ვერ გადაიწონება Breaking Bad-ი. აქამდე რაც ვიხსენებია, მაგას ხას უსვამ. ჩერნობილი. ხო. თქვი რომ masterpiece-ში ვერ შეხვალ 5 სერიაში თუ ჩერნობილი არ ხარ თქო და რეალურად ჩერნობილმა მოახერხა და God tier-შიც მარტივად გავიდა. ჩერნობილი არის როგორ შეიძლება რაღაც 5-6 საათის კინემატოგრაფია გააკეთო ისე, რომ ერთი წამიც არ არსებობდეს, რომელზეც რაღაც მინიმალურ გრამიან 1 გრამიან შენიშვნას მაინც იტყვი. ამაზე უფრო იდეალური, ან Breaking Bad-ზე შეიძლება გაატრაკო რაღაცაზე, რომ აი ის ესე რატო მინიმალურ დეტალებზე ეს ჩაუღრმავ. ჩერნობილში ეგეთი რამე არ არსებობს და ყველგან არსებობს გარდა ჩერნობილის. Perfect ნაკლის გარე უნაკლო თუ რამე არსებობს არის ჩერნობილი. ეს არის 1986 წლის მოვლენებზე ჩერნობილში. მანდაც დაგასპოილერებთ და ფეთქდება ბირთვული რეაქტორი, მერე აქ საბჭოთა კავშირის რესპონსი, რეაქცია ამ მოვლენასთან დაკავშირებით. საოცარი პერსონაჟები, საოცარი მოვლენები, საოცარი სცენარი, ყველაფერი არის საოცარი ამ მინისერიალში და არ არსებობს რაოდენობა მინისერიალების, რომელსაც ერთად შეკრებდა, აი ჯამში იმათი წონა ამას გადმოწონის და ნებისმიერ სრულმეტრაჟიან სერიალს დაუდგება ჩერნობილი. უმარტივესად. როგორც ამ ვიდეოს გათიშავ, გამოიწერა არხს და დალაიქებ ვიდეოს, ეგრევე იმ წამიდანვე უნდა ჩართო და მიაყოლო ეს 5-ვე სერია. ჩერნობილი თუ არ გაქვს ნანახი,
ხმის მიცემა არ შეიძლება, რომ ხმის მიცემის უფლება გქონდეს არჩევნებზე. Severance არის შედევრი, რომელიც God Tier-ში იწევს უბრალოდ რაღაცები რამდენიმე სეზონი დარჩათ გადასაღები, რათა ეს შეკრან მთლიანი სიუჟეტი და მან ძალიან ვიწრო გზაზე გავლა მოუწევთ აქამდე რაც უკეთებიათ God Tier ძალიან მარტივად უბრალოდ მართლა ბეწვის ხიდზე მოუწევთ გავლა, რომ ბოლომდე ისე შეკრან ეს ამბავი, რომ რაღაცა ხარისხობრივი პრობლემები არ გაუჩნდეთ. ამიტომ ჯერჯერობით God Tier-ში ვერ შევიყვან, თავს დავიზღვევ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემი პროგნოზი არის ის, რომ უფრო Master Beast-ში დარჩება ვიდრე God Tier-ში. ძალიან ცოტა მისტიკური, ცოტა ფუტურისტული, ცოტა ძალიან slow burn ის არის, რა ქვია, ფსიქოლოგიური მოთრილერო ესეთ სერიალია, ჰიპერშემთრევი და აუცილებლად ჩასართავი. Dark-ი ზედმეტად გაპიარებული მისტიკა, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი, შეიძლება Masterpiece-იც გაიწიოს, უბრალოდ ზედმეტად მარტივია. ადამიანის ნების მასა მოატყო, რაც რაღაც როცა რთულად გასაგებია და რაღაც ტაიმლაინების აღრევა კი ძალიან დაძაბვა გიწევს გონების არეული ტაიმლაინების შეაერთო და ეს ამბავი ადამიანურ ტაიმლაინში წარმოიდგინო და ეგ თვალს ატყუებს რეალურად great ზევით Dark-ი არ არის. Masterpiece გაკაჩავდა, მაგრამ განაცხადს ვაკეთებ, რომ overrate მიდის ზედმეტად Dark-ის და მაგის გამო აქ great-ში დავტოვებ. რომელიც ან დიდი ამბავი არ მომხდარა. From-ი დიდებული თუ მისტიკა, ჰორორი, ეს ჟანრი თუ გიყვართ, From-ი, ანუ ძალიან ამაზე შემთრევი უბრალოდ არაფერი არ არსებობს. აი რომ არის სერიალები, იყოფა სხვადასხვა კატეგორიებით. შემთრევი როცა არსებობს კატეგორია, ამაზე მეტად არაფერი არ შეკითრებს, ამაზე მეტად არავინ არც ერთი არ გადაგისვრის იქაურ სამყაროში, ხო და From-ი აუცილებლად ჩასართავი. ეს ჟანრი თუ გიყვარს, მისტიკა. მისტიკაზე თუ ესე წრალად არ ხარ, ხელსაც არ ართმევდე. მისტიკა და ჰორორი. ხო რაღაც ის არის რა, Lost-ის მსგავსი სიუჟეტი არის და Lost-ისგან აქამდე ძალიან შორს იყო ხარისხით. ეხლაც შორს არის, იმიტომ რომ Lost-ი არის ლეგენდა. მაგრამ ხარისხი საბოლოო ჯამში ამ სეზონების გამოსვლიდან ეს ბევრი რაღაცა წრე შეიკრა, თითქმის ყველა პლოტ ჰოლი ამოივსო. აქამდე თუ რაიმე საკითხავი არის, ეგ ყველაფერი მომდევნო სეზონებში უნდა გასცენ მაგაზე პასუხს, ანუ პლოტ ჰოლებად რეალურად დეფინიცია რაც არის პლოტ ჰოლის აღარ არსებობს ამ ეტაპზე. Plus ეს შემთრეობა, CGI-ც ყველაფერი თავის ადგილზეა. კი, ქერიქტერები უფრო მდიდარი შეიძლება ყოფილიყვნენ, მაგის გამო რომ Masterpiece-ში არ გამყავს From-ი. თუმცა დიდებული სერიალია უმარტივესად და თავის ჟანრში ხარ ნახე, ხო, ეს ჰორორები რაც იყო. მეტი წილი ტრეშში გავიდნენ, ტრეშები არ არიან, უბრალოდ დიდებულები არ არის, ეს დიდებულია. ერთ-ერთი ყველაზე პირველია, რომელსაც ინატრებ რო ნანახი არ გქონდეს. Game of Thrones, ამან ჩატეხა ხიდი სერიალებს და ფილმებს შორის, აქედან ამის მერე არ დარჩა მსახიობი, რომელსაც ოსკარი აქვს მოგებული და იტყვის, აი მე სერიალში რა მინდა, არა. ანუ Game of Thrones-მა იმხელა revenue და პოპულარობა მოიპოვა, რომ საბოლოოდ ჩატყდა ეს უთანასწორობა სერიალებს და ფილმებს შორის, რომელიც აქამდეც უკვე არსებობდა, უბრალოდ აი ეს კიდე ერთი milestone-ია, აი რაღაცა რუკას რო უყურებ და თავიდან სოფლებით ჩანს, მერე ქალაქები და მერე მარტო ქვეყნის საზღვრები. ქვეყნის საზღვრის კი კონტინენტის საზღვრის დონის მოვლენა არის Game of Thrones. იგივე Breaking Bad-ი, იგივე სოპრანოები, ესენი არიან კონტინენტის დონის მოვლენები. და ხო, ჩერნობილსაც ჰქონდა ეს გარდამტეხის მინი სერიალებში, რომელიც
ვერ გაგრძელდა მაინც და მაინც, თუმცა ბიძგი მისცა და თვითონ საკუთარი თავი მოვლენად ჩერნობილი არაფერზე ნაკლები არ იყო. Game of Thrones დავაყენება, ახლა ვფიქრობ, ჩერნობილი უფრო წინ დავაყენო. დანარჩენი ეს ყველა აქ თუ რამე კატეგორიაში ხარ, ხა პირველი რომელია, მეორე რომელი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, სხვა კატეგორიებში. God tier-ში ვისაც დავაყენებ, იქ ამ კონკრეტულ კატეგორიაში პირველი რომელი დგა, მეორე, მესამე, მაგას მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზე მოდი მე პირადად ჩერნობილი გასილებით უფრო მიყვარს ვიდრე Game of Thrones-ი. და იმის გამო რომ ეს ერთი იდეალურია და მერვე სეზონი პრობლემებით სავსე, არა მარტო მერვე, კიდე არის მეშვიდეც. მაგის გამო დავაყენოთ Game of Thrones-ი მესამეზე ამ ეტაპზე. ეს არის Hannibal-ი, რომელიც ბოლომდე არ ვნახე, პირველი სეზონი ვნახე და trash, enjoyable trash-ი. ვისაც ეს ჟანრი უყვარს, ურადა ძალიან ბევრი კრინჯი მომენტია ამ სერიალში. რაღაცა ხარისხობრივი ლოგიკური ლაფსუსები ეს თვითონ მეც მიკელსენი არის უდიდესი მსახიობი. პერსონაჟიც საინტერესო, თუმცა მე საუბარი მაქვს სერიალზე. თლიანად აი პატრიკ ჯეინი არის დიდებული, თვითონ პერსონაჟი აქ უნდა იყოს პატრიკ ჯეინი. თუ არა აქ მაინც. მაგრამ მაგის სერიალი მაქსიმუმ enjoyable trash. იგივე აქაც. არა, ანუ Hannibal-ი არის trash, რომელსაც ნახავდი. Queen's Gambit enjoyable trash, სისულელე, ფანტასტიკას დავარქმევდი, რაც ამან გააკეთა ამ ქალმა. ანია ტეილორ-ჯოი მიყვარს ძალიან მომწონს, ვიზუალურადაც და მსახიობსაც მაინც არ ვერჩი თვითონ პროფესიულად, მაგრამ თვითონ სერიალი enjoyable trash. მაგრამ კულტურული გავლენა ქონა ძალიან დიდი და მაგის გამო აქ ვარ გავიყვანო, რომ შეიძლება გაორმაგა მსოფლიოში ჭადრაკის მოთამაშეთა რაოდენობა. ესეც სერიალია, რომლის მე მგონი მეორეს გადაღებას აპირებენ, თუ არ აპირებენ. შეიძლება რომ Great-ში გავიყვანოთ. და უბრალოდ ანუ აი ესეც ძალიან საზღვარზეა და მოდით Trash-ში დავტოვოთ და მე თუ რამე ამოვწევ. ხო, Lost-ი ლეგენდა, რომელზეც ფილმის ბიუჯეტი დაიხარჯა პირველ ეპიზოდზე, რის გამოც მოხვდათ ძალიან ბევრი შემოქმედებით ჯგუფს გაათავისუფლეს სამსახურიდან, მართლა იყიდეს რაღაც თვითმფრინავის ნაწილი, რომელიც მე დაწვეს და ანუ ის CGI არ არის. დამხელა დანახარჯი ერთ სერიაში ეგ იყო რეკორდი და დღემდე შეიძლება რეკორდი ყოფილიყო სპეციფექტები რომ მილიარდები გაეხადა. ხო, ანუ Lost-ს უყურებ და კვირიდან კვირამდე რაღაც 10 მილიონი კონკრეტულ დროს მისტიკის ჟანრში უდავო გოუთი მისტიკის ჟანრში Lost-ი სერიალებში დიდებული გენიალური პერსონაჟები, გენიალური development-ი ამ პერსონაჟების, გენიალური დიალოგები, სიუჟეტი, სცენარი, ბოლოში ცოტა რაღაც მარილს კარგავს ეს ბოლო სეზონის სცენარები, მაგრამ აი დასასრული ბევრს რო გონია რომ ცუდი დასასრული და სისულელე თუ გონია რომ ეს ხალხი თავიდან მკვდარი იყო და რაღაცა წადი მეგობა რო ახლიდან ნახე ეს სერიალი ისე ვერ გაიგებ მე წადი ChatGPT-ს კითხე რა მოხდა რაღაცა ქენი ან დასერჩე განხილვები მოკლედ დასასრული იყო იდეალური იმის ახლა 8 სეზონი რაღაც მომენტში ცოტა გაახუნებს რაღაც vibes, მაგრამ აი არაფერი თვალშისაცემი. საბოლოო ჯამში მოდი Lost-ს აი მეორეზეც დავაყენებ, იმიტომ რომ ხო, ინფლუენსი კულტურული არის რაღაც არარსებულად დიდი. და comfort show არის ყველაფერთან ერთად, ანუ ეს Prison Break-ი რაც არის ეგ რო იყოს უმაღლესი ხარისხის ეგ არის Lost-ი. ეს არის მგონი ხო, Yellow Jackets-ი არის ეს Lost-ის უკანონო შვილია. მაგის გამო კიდევ ერთი უკანონო შვილი, მაგრამ ვერ გაიწია Great-ზე. ეს აშკარა trash-ია, მაგრამ აშკარა enjoyable ამავდროულად. მისტიკა, რაც
გოგოების ჯგუფია, რომელიც უკაცრიელ ადგილზე მოხდება, მერე ტაიმლაინებია იქ და აქეთ რა ხდება, როცა დაბრუნდება მაგათი ნაწილი. მოკლედ, სათავგადასავლო მისტიური რაღაც ესეთი მიქსი არის, რომელიც დროს ძალიან კარგად გაგაყვანინებს, თუმცა ხელმოწერილად ტრეშია. მარა ეგ ხარისხის ზღვარი აშკარად დაცული აქვს. Homeland-ის უტრეშესი. არც ვაპირებ, რომ საერთოდ Homeland-ზე რაღაც კომენტარები გავაკეთო. ამაზე დიდი αφიორა, ამაზე დიდი კრეხელობა, რაც ეს Homeland-ის ფანდომი რო არსებობს საქართველოში. დილით ყავას რო დგებოდი, ამის სერიას ვთავდი, ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. ეხლა რაღა გავაკეთო, ანუ საშინელება, აბსოლუტურად ნული წარმოდგენა უნდა გქონდეს, როგორ ოპერირებს სახელმწიფოები, პოლიტიკა და უშიშროების და უსაფრთხოების ამბები. ეს სისულელე რო ნერვებზე არ მოხდეს. ანუ ეს დანარჩენი ტრეშები, რომლებიც enjoyable იყო, რითი განსხვავდებოდა ამისგან, ამას ვერ გაუძლებ. იმდენად სისულელეები არის აქ. ნაჩვენები და გასაღებენ ეს ნაცარს ერთიანად გაყრიან სახეში. დაბახმა მოიღერო ნაცარი. ამაგას ვერ გაუძლებ. და მთავარი პერსონაჟი ამაზე უფრო annoying ვერ იქნება. შესაბამისად ხო, აშკარა ტრეში. ეს საშინელი ტრეში. აი, მოვლენ ხა ამ სერიალის ფანები და არ გისმენთ. ანუ არც თქვენ სხვებმაც არ მოусმინოთ, ვისაც Homeland-ი არ გაქვთ. არ ჩართ. And then there were none. ხო ეს მინი-სერიალია 3 სერიიანი, მგონი თუ 4. Agatha Christie-ის ნაწარმოებიდან გამომდინარე, ეს ის სერიალია, რომელსაც შეგიძლია ძალიან თუ კარგად დაფიქრდები, აზრიანად დაფიქრდები ამ დეტექტივის outcomes გამოიცნო, მაგრამ კარგი საყურებელია, დროს ხარისხიანად, დროს კარგად გაგაყვანინებს. ხო, და მაგიტომ ესეც კონსულზია, სადაც შეიკრიბებიან და მე რაღაცა იმას იძიებენ მკვლელობას. I'm walking alone, the streets are empty. The only